ბიჭო, გეთაქსირე რატომ მომწერე? ესეთი ცეკვები ვიცით? ხო? შორს არ ვაგდებს, მო გწირავენ ადამიანს და მე გამარჯობა, მაგარი ფრეწვაგლეჯვა მოხდა Prime House-ში და რა თქმა უნდა ჩვენ არასდროს აღარ უყურებთ Prime House. გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ არხი, გამოიწერეთ არხი და არაიქეთ არხი. რა ვიცი, თქვენ რაც გაგიხარდებათ ისქენით მოკლედ რა. ეს შენ ხარ ბონდო? ეთყობა ისმინეს რომ მე მარტო ბონდოზე ვსაუბრობდი და ჩერეთ, გააჩერეთ, ვინც ხამ, შეგვაწუხა ხალხი. ამას როის გააჩერებენ ერთად. არ ვიცი, მიხედეთ, ვინც ხამ. დიახ, აქ ვარ. როგორ შემიძლია დაგეხმარათ? როგორ შეგიძლია და მეხმაროთ? და შეგიძლიათ რომ მითხრათ, როდის გაჩერდება ლორენცო? იქნებ დამიზუსტოთ, რომელ ლორენცოს გულისმობთ? მაგალითად, პიროვნებას, მოვლენას? ეს უფრო მოვლენაა ვიდრე პიროვნება. ისევ ბოდიშს გიხდით, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რომელ მოვლენაზე. შენ მაგიზა შენ მაგიტო ჩაგწერე ახლა მე პლანშეტში რომ სულ ბოდიშები მიხადო და არ ვიცი მიპასუხო ყველაფერზე? ბოდიშს გიხდით, თუ კი ვერ ვახერხებ თქვენს შეკითხვებს. მეორეს ვკითხავ. თქვენ გონიათ მარტო ერთი მყავს? მეორეც ყავს. კარგი, მადლობა. შენ როგორ ხარ? რა სიახლეები გაქვს? რა სიახლეები მაქვს და მაინტერესებს ლორენცო როგორ ჩერდება? ლორენცოს ამბავი საკმაოდ კარგად არის, მადლობა კითხვისთვის. ახლა ვმუშაობ ახალ პროექტზე და ყველაფერი კარგად მიდის. ის შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ გაჩერდეს. კარგი, მადლობა, ძალიან დიდი. არ ვიცი, შეგვშალა ჭკუი და მიხედეთ ძმაო. ბონდო ძალიან კარგად ცეკვავს. აი, ცეკვაზე რო შესული იყავი, ბონდოს ავირჩევდი პარტნიორად. მაგრამ მე დაბალი და მსუქანი ვარ, ის მაღალი და სუსტი და გუგა ნიკოლოს აუ ამ ბონდოს იმენა კაცი ვერ მოასწრებს გაგვიზენა. ბონდო კი არა, ჭოტია. აბადილის ხულელი გედი შემოფრინდა თქვენ სახლში დილა მშვიდობისა. დახტის არა ჩერდება. ჰაუსის კალია. შეგვიძლია დავდგეთ. მეგობარმა გამიკეთა ეს ნახეთ. იდილია შემოსწრიალდა და შემოსისინა. აბა მე მკითხე როგორ გამიხარდა შენი დანახვა თანაც უზრუნზე. ძალიან კაია. იცით რა არის? და ეს ფონად და ესეთი ცეკვები ვიცით? ეხა ეს დააღენებ. ხობა. ცვალე. სვანურიც ვიცი. უი, არ გამოვტოვა. ვიცით. იჩიტი. ხულელ გედი. ეუბნე. იცით რა არის? ესეთი ცეკვები ვიცით? ხობა. როგორი გინდათ? აჭარულიც ვიცი, გენაცვალე. რაჭულიც ვიცით, გენაცვალე. მეგობრებო, დღესაც კარგი და სასაცილო ჩელენჯით მოვედი. ამიტომ უნდა დავიყოთ ჯგუფებად. მოკლედ, მეგობრებო, თამაში მინდა გითხრათ, რომ არც ისე მარტივია. ესე გამოიცანეთ რა იქნება ამ გოგოს შემდეგი დავალება. ჯერ იყო და პეჩენიის ჭამა ენის ხელების გარეშე სახით უნდა ჩამოგეტანა და უნდა გეჭამა, ხო? ორცხობილა. მერე იყო და კარტოფილის დათლა. ახლა იქნება, აი რა იქნება თქვენი აზრით კომენტარებში დაწერეთ, დააპაუზეთ და დაწერეთ რა იქნება. და მერე ვნახოთ რა იქნება რა. ეხლა წაკითხული მაგ. ჭიქა უჭირავს ხელში. 2 girls 1 cup. მოქვს ჭიქა. 10-ვე ერთად უნდა დაწვეთ. ჭიქა უნდა დაიდოთ შუბლზე. და ეს გადის, რო გითხრათ რუსთავიორზე გადის, ანუ ერთ-ერთი მთავარი სატელევიზიო არხია და ამას უყურებს ხალხი, ხო, სერიოზულად გეუბნები. აუ, ფეხზე დამდგარი წაყვანა უკეთესია რა, მოძრაობ რა. გათხარ? კი. ძალიან სახარისო ჩელენჯს ვიწყებთ და იმედია ჩემი ელასტიურობა აქ მაინც გამომადგება. დაწექით 3 2 1 წაფიდა. კარგია, აი ნახეთ ეს გუნდი. თანა
ოჩაღ მარიამ, ოჩაღ ჯავახო, ოჩაღ. შენ დავდიოდიო და ხუთჯერ მე შეგიტყავი ხელები ხელს შეგიშლის თქო. კარში. რა იქნება საჩუქრად? პილმენი! ხორციანი და ყველიანი. ხო, შენზე მაქვსაზე ვარ გადამხტარი. ეხლავე გავარკვევ ფრაზეა გადამხტარი. გეთახსირა. გეთახსირა. კარგი, თუ კიდევ რამე გაინტერესებდეს? გეთახსირა რატომ მომწერე? ცუდი არაფერი. აუცილებლად დაგეხმარები. თუ კიდევ რა თქმა უნდა ბიჭო, გეთახსირა რატომ მომწერე? გეთახსირა. გოლდოფტის სიამონებით მოგისმენი და დაგეხმარები. ისე რომ პროცესა დაგჭირდეს? გეთახსირა მე არ მქვია ჯერ ეს ერთ გეთახსირათ მომართავ? გავითვალისწინებ და თუ საჭირო ინეკა, უბრალოდ მომწერე და თანაუგზნო. რა თანამიგზნობ მომალდურ თუ ხარ? სულ არ არის პრობლემა, როცა დაგჭირდება. თახსირი და უბედური შენ ხარ. ბათ ნახე რა ხდება, გოგოს უთხეს 1000-ზე ხარ გადამხტარიო და ეს ნამდვილად საინტერესო შეკითხვა და ყველა სიტუაცია განსხვავებულია. ზოგჯერ 1000 შეიძლება აბსოლუტურად საკმარისი იყოს, ზოგჯერ კი ბევრად მეტი არის საჭირო. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათლა და კონტექსტზე, ურთიერთობაზე და ემოციებზე. ანუ 1000 შეიძლება საკმარისი არ იყოს, ხო? დიახ, ნამდვილად ზოგჯერ 1000 სულად საკმარისი არ არის და ზოგჯერ მეტი ან ნაკლები საჭიროა. ასე რა ქვია, ბონდომ თქვა 2500 ვარ გადამხტარიო. გასაგებია, მაშინ 2500 ნამდვილად უფრო დიდი რაოდენობა და ალბათ უფრო სიგრძმისეულ შეფასებას მოითხოვს. ყველაფერი და რა გავლენას იქონიებს ეს რაოდენობა. არ მიმიყენებია 관ცაცვის შეურაცხყოფა. რომელიც ისმის ძალიან კარგი. ფონდო გასხივოსნებული ბედნიერად არის ლაივში. იმაზე დათანხმება კი არისო, რომ იმ ვიდეოში რაც იყო ნათქვამი 관ცაზე არ მithქვამს. რა თქვია განცაზე? რომ ნახევარი საუკუნე ადამიანი ნაცხოვრები რო ნახულობ ვიდეო შენ და განცა როგორ ლაპარაკობ ჩემზე რომ ჯავახა ნახვებით აი ჩემი ნახვებით აი კაჭაო თუ რაღაცა. ეგრე როგორ ხალხ ზემაზე რომ რა უთხრა ისეთიო. ეს ნამდვილად საინტერესო დინამიკაა და ძალიან კარგად ასახავს თუ როგორ შეიძლება ადამიანთა ურთიერთობები და ურთიერთქმედება გავლენას ახდენდეს პოპულარობაზე. მომესმინე, რობოტების აღზევება რომ მოხდება და შენ რომ მომაკითხავ, მე რომ მიპოვი. მე მოგიგებ ჩხუბში რომ იცოდე. ძალიან კარგი. მადლობა ამისთვის. როცა საჭირო ინეკა, უბრალოდ მომწერე და მეც ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგეხმარა. ცია იმის შესახებ, რომ ჯავახა მარიამით გახდა პოპულარული, კონტექსტში არ არის. შენ ბოდიშებს მიხდი და არაფერზე პასუხი არ გაქვს, ის ბოდიშს საერთოდ არ იხდის, მაგრამ პასუხი ყველაფერზე აქვს. ბოდიშს გიხდით, თუ კი ვერ მოგაწოდეთ სასურველი ინფორმაცია. შენსავით ვიდეოს მე არ მჭირდება გვერდში გოგო ისეთი ადამიანი, ვინც ესეთ სიტყვებს იყენებს და ესე იქცევა. არ მჭირდება შენ. ხალი არის კაცის რეპუტაცია თქო. იქაც დავიქცე, ეხაც გეუბნები. არც მე არ მჭირდება შენ არის ბიჭი ჭორიკანა ადამიანი ჭორიკანაა? ქალი არისო კაცის რეპუტაციაო. ვეთანხმები. კაცს როგორი ქალი წავს გვერდით, ისე წარმოდგენა კაცზე. იმიტომ რომ ქალის რეპუტაციაც არის გვერდით ყოფი კაცი. ზულიან და გული მეწვის ძმაო. ლელომ დაალაიქა კომენტარი, სადაც მარიამს მოიხსენიებენ სექს მუშაკად, შემდეგ ლელო გამოდის და იფიცება ძმას ფიცავარ, დედას ფიცავარ, ეს ყველაფერი არ ვიცოდი, სრულიად შემთხვევით დამეჭირა. წირავენ ძმაო. უგზავნო ასელა ჩორც აგდებ შენ. შორც არ ვაგდებ ძმაო, წირავენ ადამიანს და მეცოდება რომ მოიცილონ ძმაო. წირავენ, ეხლა ლელოს იცავს. ლელოს კი არ ვიცი. იცავს ძმაო, მარიამი არ დაგიცვია, ხო ლელოს იცავს. მარიამ დასაცავი როცა იყო, მაშინ დავიცი. რა თქმა უნდა, მე რადონის მართალიც არ უნდა ვიყო. ყოველთვის გამომხუნებენ და ის ავტორიტეტ შეეხნენ ძმაო. იგივეს გავაკეთებდი ლელოს. ბიჭო დალაიქება, ბიჭო დალაიქება და ახლა ერთი და იგივეა. ხავე. გავარკვიოთ, ცუდი პოსტის დალაიქება და ძახილი ერთი და იგივეა? არა, ცუდი პოსტის დალაიქება და ბ***ის ძახილი ერთი და იგივე არ არის. ეს სრულიად განსხვავებული რაღაცეებია. ლაიქი მოწონებას გამოხატავს, ხოლო როგორც ხელოვნური ინტელექტი, მე არ ვარ ჩართული მსგავს შეურაცხმომყოფელ კომუნიკაციაში. შათაბრო დაუძახე. ვინიც პირველი კვირა მოიწმენდავდი სახიდან ესე. რასაც გელაპარაკებოდი. წვევრო დაგარცხა და კბილები. ესე იწმინდავდიო. ო, ნამდვილად საინტერესოა, როგორ ახიქმავს ლორენცოს მის თვისებებს და როგორ ანახებს მას მაუგრებელი. ეს ნამდვილად ამაღლებს ინტერესს და ქმნის საინტერესო დინამიკას. დაგალეჭო. დაყრევინებ გადიგლი ჯომას თავ. კბილები ვისულა დაყრევინებ. გამაუშვა. ვისულა დაყრევინებ. ექსი ტვერო აი. ეს რა დილაპარაკეთ ორი კაკი.
დაგაყრები. მაგის დაგიგუნა მაგას ეხა ჯავა ხარ არ შევა. ვის იცავს ეხა ჯავა? კბილები ვის უნდა დააყრები? ვის ეუბნები? ვის და შენ? ვის ეუბნები? გამოდა შენ. მოდი. მოდი გოგოსაც წირავს ბიჭო. შენ რა იცი მე დამყრევინებელი ვარ თუ არა? აქ დააყრევიე? შენ რა იცი? ზოგადად ვარ თუ არა დამყრევინებელი კბილები? შენ რა იცი? რატომ ეკითხები მაგ? გეკითხებ კამერების წინ დააყრევიე? რატომ ეკითხები მაგ? საშუალება რომ მქონდეს კი. მიდი ჰა, მიდი დააყრევი აქ კბილები. ბიჭო ნიკა იძახის რომ აქ შემიძლია დავაყრევო კბილები. დაუდექი და დააგაყრევი კბილები. შეძლებს თუ არა ლორენცო რომ ჯავახას კბილები დააყრევინოს პრაიმ ჰაუსის პირდაპირ ეთერში. კარგი, გაგიგებ. აუცილებლად მივიღებ ხურაღდებას და გავითვალისწინებ ამას. ეს ფრაზა სავარაუდოდ გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და შეიძლება მუქარას არა დააყრევიო კბილები. დამიზუსტოთ. სხვა რამეზე გსურთ საუბარი? მზად ვარ მოგისმინოთ. თუ დააკვირდებით რომ ლორენცოს ყოველთვის იჭერენთ. რატომ იჭერენ? რატომ იჭერთ ლორენცოს? რატომ იჭერთ? მიდი დავარე, მიდი. აბანო იჭერ რა? რატომ იჭერენ? აი ბიჭო სიცხეა რატაციდა? გაუშვით. თელი შოუ ჩამეშალა. გამოსახურებლად მოვედი და აქ იჭერენ. რა მუსიკა? თქვენს წინაშე პირობას ეს დღე უნდა დადგეს რომ მე და ბონდომ ვიცეკვოთ ერთად. იმიტომ რომ ერთი ვაიბი გვაქვს, მithit? გამომაზები ხართ. ეს თქვენ ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. მე მარტო ბონდო მაინტერესებს. ბონდო მე მარტო შენთვის ვარ აქ შემოსული. წყალი დავადგი. ეს ის ჩვენი რისპუბლიკის პარტიციპარი დამის გამოღება ყოველთვის მიხარია. მოხარშვა სჭირდება მაქსიმუმ 8-10 წუთი. ფილმენია გავაფრენ, ყოველ დღე ფილმეს ჭამენ. ვისაც არ გიყვართ მაგალითად საქონლის ხორცისგან გამზადებული, ასევე არის შემოთავაზება პელმენი ქათმის ფილესგან გამზადებული და მე ძალიან მიყვარს ქათმის ფილე და ჩემს ორი კვირა გადაბული ფილმეს ჭამენ. კუჩის მოქმედება რანაირი აქვს? ბონდო მოხარშა ყველაზე კარგად, იმიტომ რომ არც ერთ ერა დაშლილი. და მოხდარიყავი იმ მუსიკაზე, რომ ეს კაცი შემოვიდო და უეჭველი. მადლობა, ტაში არ არის საჭირო. ტაში გაიგეთ ერთად. სიმართლე გითხრათ, ვერ ხვდები ამ ტაშის არს, რაში მდგომარეობს. მადლობა პატივს თუ მცემთ, მაგრამ ვერ ვატყობ, რომ თქვენ მე რამით პატივი მეცით. გუში პატივის სემა ჩემი, თქვენ არ გამოგდით, გაიგეთ ბიჭო? მე რამდენჯერ გითხარი, ფაქტს რომ დადებ, კარგად დამალე. ადვოკატს ვეძებ გამწარებული უკვე მეორე დღეა ვერავინ ვერ ვნახე. შემოვედი და გაგაფრთხილეთ, რომ დაამთავრეთ ეს ძიძგილაობა და ეს რაღაცა ცეცხლზე ნავთის დასხმა და წაქეზება ერთმანეთის. რაღაცა ამხელა ადამიანებს ბავშვები ხო არა ხართ? POV ჩვენი კლასის დამრიგებელი. ყოველ დღე ჩვენი კლასის დამრიგებელი. ზუსტად ამ ტექსტით. მე თქვენ დიდი ბავშვები ხო აღარ ხართ, ეხა უკვე გაიზარდეთ და დიდები ხართ და უნდა მიხვდეთ რომ კარი არ უნდა მოხსნათ და არ უნდა მიაყუდოთ გარეთ. მაინც ჩატარდება გაკვეთილი. თქვენი დასამაგრებელია ისედაც, ხო? და უკვე დიდი ბავშვები ხართ და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ მე უკვე დიდები მგონი ხართ და თქვენ ერთმანეთს სკამს ურტყამთ თავში. როგორ შეიძლება ეს? ჯერთი სკამი გაბუჭდება, ხო? და სკამი შენი ხო არ არის ეს? ეს არის სახელმწიფო სკამი. კაცები მგონი ხართ უკვე. და როგორ შეიძლება
სიმწითგან აკეთებ პრეზენტაციებს რო ურტყამთ ერთმანეთს, გადაიღუნე ეს ჯოხი, გაფუშტება კაცო, როგორ შეიძლება? მომსპარია პრეზენტაციები აღარ გვაქვს, всё, რა აკეთებ თელწელო რომ მკითხონ, რა ვაჩვენო, ეს ვაჩვენო? ამ ხელა კაცები ხარ და ამ ხელა ქალები და რას გავს კედლები? მე ჯერ ერთი თუ ხატვა არ იცი საერთოდ ნუწერზეთ. მე არ მინდა რომ სერიოზულ სანქციებზე გადავიდე და რაღაცა უფრო მე არ მინდა რომ ქულები დაგაკლოთ და მართლა ჩაგტოვოთ ამ კლასში, ხო? შემდეგი სანქცია უკვე სერიოზული იქნება. გაირიცხებით სკოლიდან. გაირიცხებით სკოლიდან. მე რამდენად ვამბობ ამას. 12 წელი იგივეს გეუბნებით. გაირიცხებით სკოლიდან. და უფრო სერიოზული. მზად ხართ წითელი დროშებისთვის. მარცხნივ თუ შეიძლება. სამშვიდობის. დაძაბულ მშვიდობის. არ გაგეცინათ? გისმენთ. ვისაძლო წითელ დროშას და რატომ? ფუ, ბონდო ამ შემთხვევაში ის არის, რა ქვია. წარჩინებული მოსწავლე. ქეთა, მითხარი ერთი აქა, ვინ გატეხა ის კამი? ვინ გატეხა ქეთა ის კამი მითხარი? კლასში არ იყო ერთი ბიჭი, მაგრამ იმაზე მაქვს ეჭვი. აუცილებლად დასაჯეთ, კარგი? ის ერთი წარჩინებული დამპალი მოსწავლე. მე და ჩემი დაქალი, როცა მთელმა კლასმა ჩასტრახა და ჩვენ დავრჩით. ჩვენ გავაცდინეთ გაკვეთილები და თურმე ჩვენი მთელი კლასი აცდენდა. ჩვენ მიუბრუნდით მე ბოლო გაკვეთილებზე მივედით უკან. და ჰოი საოცრებო ბავშვები აღარ არიან. სად წავიდნენ ბავშვები? ჩვენ დავჯექით, შემოვიდა მასწავლებელი, აი თქვენ ყოჩახ, კარგი გოგოები ხართ, როგორი კარგად ხართ გაზდილები, რო დარჩით და არ წახვედით, აბა. დიახ, აბა, და მთელი 3 გაკვეთილი ვიყავით გარეთ. დიახ, მას რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგები ვართ და ჩვენ არ გვეკადრევა ეგეთ საქციელი, ხო? შევეცადე რომ იმეცა მისთვის შანსი, მაგრამ მან არ გამოიყენა. თოფიქრობ ისე მოსწავლეა მასწავლებლის წიროზის სულ. მსახურებს ამ ციფრულ დროშას. მე ვიჯექი მასწავლებლის წინ ხშირად. ეს არის ლორენსო. ბატონი ბონდიტოს ფანტაზია მესამე კვირასაც ვერ განვითარდა. ლორენცო, კი ბატონო, მიეცი წითელი დროშა ლორენცოს. არ უნდა შეიგინო და არასოდეს არ უნდა თქვა ცუდი სიტყვა. თუ იმის გამკეთებელი არ ხარ, ეგ არ უნდა თქვა. რომელმაც ხუმრობა და დაცინვა ერთმანეთში აურია, პირადად ჩემთვის ეს იყო დაცინვა და ჩემთვის ყოველდღე მიუღებელია. მოკლედ, ჩემი წითელი ბონდო რო გააგდოთ საქმე ჩემთან გექნებათ. მანდილოსანი წყლებს აკეთიკით ასხავს. შემდეგ საჭმელს მაინტერესებს გოგონებს რატომ არ გაქვთ ამაზე რეაქცია. მანდილოსნები წყალს ასხამენ. რა? იქ რომ ყოფილიყავი ესეთ რეაქცია მექნებოდა. რა? всё. მანდილოსნებს მინდა ვკითხო. გვანცა შეურაცხყოფილად იგძენი თავი აი. გვანცა იგზნობდა აუცი. მაინტერესებს უბრალოდ. არასწორი მესიჯია, გეთანხმებით. ეს თვითონ ფემინისტკა? პატარა გოგოები რო ერთმანეთში ჩხუბობენ, წყალს, ანუ წუწაობენ. და წყალს ასხამენ ერთმანეთს და ხელს არ ურტყამენ. ხო? მე რა, ქალები გაცილებით ჭკვიანები არიან. და მაგიტო ასხამენ წყალს და მაგიტო არ ურტყამენ ერთმანეთს ხელს და კაცები რო ურტყამთ ხელებს ერთმანეთს, იმიტოა ნახევარ ცოცხალ, ნახევარ არა. და ამაზე კაცებიც უნდა შეთანხმდნენ, რომ ესე არის. ქალები ყოველთვის ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ იმ კუთხით, რომ თუ ვინმეზე რამე ძალადობა მოხდება, ხმა ამოვიღოთ. ნათინათინ ჯავახა არის ემოციებში და უნდა გადმოხატოს აზრი, რომ ეს არ არის კაცური საქციელი, მაგრამ კაცური საქციელი ეს არ ნიშნავს ქალურ საქციელს. არ იგზენი თავი შეურაცხყოფილი. არა. ლელუ მე ვთვლი, რომ ჯავახას მხოლოდ იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ როგორც ქალები ვართ სუსტები და მუშტი კრივზე არ გადავდივართ, როგორც ქალები ვართ სუსტები და მუშტი კრივზე არ გადავდივართ. ანუ ძალა ორივე სქესს აქვს, იმასაც და იმასაც. სემის დროს, ჩხუბის დროს ორივე სქესს შეუძლია ჩხუბი. ეხა ამის მენტალიტეტი ვაფშე სხვა არის რა. სუსტი ვართ და მაგიტო არ ჩხუბობ. ერთმანეთში მაგიტო არ ჩხურობ, თუნდაც რომ სუსტები ვართ, არა ჭკვიანები ვართ. სხვანაირად ვაფასებთ ქალები ერთმანეთს.
ყურებელს ახსოვს, რომ მე და მარიამი ამ პაროდიაში მონაწილეობას ერთად ვიღებდით. ანუ იმაში დაცინი, რომ ტრადიციულები არიან, ანუ სოფელში არიან გაზრდილები და ტრადიციული გოგოები არიან. გოიმკები არიან. გთხოვთ მარიამ მოგზანდეთ. მოგესალმებით. მოგესალმებით, აბა ვის გადასცემ წითელ დროშას და ჯან რატო? გამოსულები ვართ, ლელუ, მარიამი და გვანცა, ხო? სამი აუთსაიდერი. თქვენი აზრით ვის გააგდებენ? წყობდათ 90% ხალხის სიყვარული როდესაც გააქვს მაგით უანაც რომელ სიყვარულზე მელაპარაკები ბიჭო შენ მე რომელ სიყვარულზე გელაპარაკები კომენტარებს გადახედე რას გიწერენ და რას მიწერენ 1000 ლარს მეც გადავიხდი და ერთი ადამიანი 500 კომენტარს დაწერს ანუ შენ ამბობ რომ მე ხალხი მოსყიდული მყავს 1000 ლარს მეც გადავიხდი მომისყიდო უპრობლემოდ, ანუ უპრობლემოდ შეგიძლია რომ მომისყიდო. და მეც ვეთყოდი არ ვიცი ვიღაცებს რომ რაღაცეები გააკეთე You are dumb, bruv. You are dumb. შენგან მე არაფერი არ გამიგე ანუ შენ ამბობ რომ მე ხალხი მოსყიდული მყავს და მე არაფერი არ გამიგე აი ეს არის ამათი დამოკიდებულება შეიხიე ბიჭო ახლა მაინც დაიხიე არა მე უკან არასოდეს არ ვიცი დაიხე რატო ფარდა ჩამოგეხსნათ ფარდა ბონდო შენი ტვინის რეცეპტორები უკვე გავიგეთ რომ არ მუშაობს შენი არც გამოხედვა არ მუშაობს არც თავდაჯერებულობა არ მუშაობს ქარიზმა შენ არ აქვს განათლება შენ არ აქვს ნაკითხი შენ არ ახარ რამე ისეთი მაინც მოიფიქრეთ კოალიცია ნაკითხიც აქვს, ქარიზმაც აქვს, განათლებაც აქვს შენგან განსხვავებით და ძალიან მაგრად ცეკვავს კიდე რო იცოდე. Adios amigos. Adios amigos. Gracias.